მეგობრებო, ჩვენ ვართ ახალი იუთუბერები და ამ YouTube არხზე გვექნება სახლის აშენების პროცესები. ჩვენ ვართ 3, მაგრამ სრული შემოდგენობით 4 ვარ და გაგეცნობით ეხა. მე ვარ დათო ჯოლია, ესაა საბა ჩაჩაო და ესა ალექსი ლიპარტია. ხოლო მეოთხე ბავშვი ვინც შემდეგზე იქნება არის დათო თურქია. კი განახებ ჩვენს მიერ აშენებულ სახლს. ესე გამოიყურება სახურავი. ჯერჯერობით როგორც ჯერ არ არის დასრულებული და იმედია მალე დავასრულებ და ამის ვიდეოს გადახურვასაც განახებ. ეს არის მარჯვენა კედელი, რომელიც არის ძალიან სრულყოფილად გაკეთებული და იმედია არ გაატარებს. ესეც კიდევ მარცხენა კედელი. ესეც კარგადაა გაკეთებული, როგორც მე ვატყობ და იმედია არ გაატარებს ესეც. აქ ცოტა ესაა ალაღული, მაგრამ ესე უნდა იყოს, იმიტომ რომ აქ ცოტა შორსაა და ერთმანეთს ვერ ეწყობა. კარგით. ეხლა განახებს ჩემ მეგობრებს, რომელიც იტყვიან თავის წილს. დაიწყე. მე გავაკეთე სახურავი, გავაკეთე ასევე ხიდი და სხვა არაფერი. კარგით. შენ რა გააკეთე? მე მომქონდა შეშები, რითიც ავაშენებდით. წვილი შევიტანე ფოთლების დაყრაში და ავაშენეთ მე და ჩაჩავამ ხიდი. რომ გავშალებ. მე გავაკეთე ეს კედლები, ეს გადავავი. აქედაც გადავავი, ზემოთაც აი ეს ხეებიც გავაკეთეთ, კარგად რო ყოფილიყო მაინც და აქ ზემოდან კიდე გადახურვას გავაკეთებთ, იმიტომ რომ მაინც დაცული რო ვიყო და თავზე რო არ ჩამოგვენგრეს. შეიძლება რამე ჩავდე. ხო რა, მართალ სიძარგსაბეს. საბა, აქ შეიძლება უყურეთ როგორი ხვრელებია და შეიძლება რამე ჩავიდეს და ამიტომაც უნდა გადავაფაროთ ზემოდანაც. აგერ არის გაკეთებული ჭერიც, კედლებიც ძალიან კარგადაა. აგერ ეხა ეს ყველაფერი მდებარეობს შიგნით. აქ ცოტა გვინდა რომ გავაკეთოთ პატარა პოლი ან რამე რომ ბინძურად არ ვიყოთ. აგერ კიდე ბიჭები რომლებიც მუშაობენ და აკეთებენ სახურავისთვის დამაკმაყოფილებ პირობებს. კარგით, ეხლა განახებ ჩვენ აშენებულს რა. ეს რავი მაინც რო დაგწეს ან რამეს ესე გავაკეთეთ რომ გადავკიდეთ. ანახეთ მაყურებლებს თუ როგორი გამძლე არის ჩვენი ისა. ანახეთ. აგერ იხტის ეხლა საბა და განახებს როგორი გამძლეა. აგერ დათო მოასწრო. ნახეთ. აგერ შეულებია თუ ჩავილი. ძალიან ლამაზი არის. ცოტა შერყეული ალაყული არის, იმიტომაც უყურეთ. აი აგერ აქ ეს ნაჯახი შემთხვევით გავხიე ჩუაზე და ამის გამო კარგად არ არის. ამ იმას რა ქვია მაგას? რა ქვია? რავი, დენის იყო. დენის იყო რა, ეს ვიპოვეთ აქ და გავაკეთე და ამ დანაშაულს აუცილებლად ავანაზღაურებთ რომ კარგად იყოს შემდეგ ვიდეოში. ეხლა კი ესეთ მდგომარეობაში ესეთ ადგილას ვართ. იქით არის რაღაც ბაღია ისა ესეა. მე იქით უღრანი ტყიამთლიანი გადაშლილია. ესეთი ადგილია მინდანი. იქ პატარა ეგერ იქ თუ დაინახავთ, იქით პატარა სათევზაო ადგილისა, კანალიზაციის მილის გადის გონი, მაგრამ როგორ დავადგინე და როგორ გითხრას, ეს უბრალოდ კანალიზაციის მილი არ ყოფილა და სინამდვილეში ეს არის პატარა ტბა, რომელიც ცოტა დაბინძურებული არის რაღაც. აქი ცხოვრობენ და ნაგებს ყრიდნენ, რაღაცა წყალი გამოდიოდა იქიდან და დაბინძურდა. აი ესეთი ტბა გადის აქ. აქ შეგვიძლია ვითევზაოთ და შემდეგ ვიდეოში აუცილებლად ვითევზავებთ. იქით სახლებია, რაღაცეებია. აგერ ნახეთ როგორ არისავენ ბუნებას. ძალიან დაბინძურებულია. ალბათ ბუნების გაკვეთილზე არ იყვნენ და მასწავლებელს არ უსმენდნენ. როგორი ტუტუცობაა ეს ყველაფერი. კარგით, ეს ყველაფერი ხუმრობად ჩათვალეთ. ესეთი მშვენიერი ადგილია მოკლედ. ეხლა დავბრუნდებით ისევ შევიწიოთ ჯობია და უფრო დავათვალიერებთ. ეხლა არა, არ გვინდა მე კიდე შემდეგ ვიდეოში დავათვალიერებთ ხალხს. ეხლა დავბრუნდეთ ჩვენ სახლთან, რომელიც არ გეგონოთ რომ აქ დავიძინებ და რაღაცა. აქ უბრალოდ ვიქნებით 1-2 საათი, 3 საათი მეგობრულად ვილაპარაკებთ. რაღაც სასუსნაობს წამოვიღეთ პურს, საჭმელს, დავждებით აქ და შევჭამ. აქ პატარა კოცონს ავანთებ შემდეგ ვიდეოში. შემდეგ აი ესეთი იმედი
ეხა მეგობრებო, აგერ მე და საბა ცოტა გიჟობით ჩადენას ვაპირებთ. აგერ ჩვენი დათო მუშაობს აქ და მე და საბა ეხა უნდა წავიდეთ და ჩვენი იქით არის, რა ქვია მაგაც, რაღაც პატარა შემოსაზღვრული ეზო. და აგერ დათო წამოვალ და წამოვიდეს და უნდა შევეცადოთ, რომ როგორღაც აი შავი ფილები მოვიპაროთ. კარგით, ეხა ცოტა ტალახია და ვეჩახვდებით და ამიტომაც გადახტომა გვიწევს. აგერ საბა გადახტა ჩავარდა ხილაღა აგერ დათო გადახტა აქ შემდეგი აგერ შორიდან ესე ჩან ჩვენი სახლი კარგად არჩანს ჩვენ აქ ადრე უნდა დაგვეწყო ვიდეოების გადაღება ადრე რომ დაგვეწყო განახედი თუ როგორ იპოვე ჩვენ 16 კალიბრიანი შოტგანის ტყვია რომელიც სახი მაქვს ატანილი გამოუყენებელი არის ჩვეულებრივი და თუ რა ქვია მაგას თუ კარგად გაგვივარდა ვიდეოები მაგ ტყვიას გამოვიტან და ცეცხლს წაუკიდეთ ალბათ ვინც გამოცდილი არის იარაღებში და ცეთებში იცის რაც მოხდება მაგ შემთხვევაში თუ არიცით ეხავე აგიხსნით როცა ჩვეულებრივი ტყვიას რომელიც არ არის გამოყენებული წაუკიდებ აფეთქდება და აგერ რაღაც პატარა ბუნკერისავით ვიპოვეთ ბიჭებმა აგერ უყურეთ ნახე კაი ხა მასა არ უნდა დაანაგვიან აგერ ესეთ მდგომარეობაში არის რაღაცები დავაკვირდებით მაინც შეიძლება რამე გამოსაყენებელი ნივთი აგია რომელიც ჩვენ გვჭირდება და უნდა გამოვიყენოთ რაი შამპუნი აქვს სადაიბა შამპუნი კარგით აქ არაფერი არა ისეთი რაც უნდა გამოვიყენო და რაც გამოგვადგება აი აქეთ არის რაც ვისვითაც მოვიდა აი ვაი თავიქეცი კინაღა მეგობრებო ეხლა უნდა მოვიპაროთ ეს შავი რაღაცები რომელიც დიდი ალბათობით უნდა მოძრეს თუ არ მოძრება მოვგლიჯავთ აი ჯოლია ძალიან დებილია რომელიც განით მოდის კარგით აქ ესეთისა და იქით ბაღი აქვს ესეთი მშვენიერი ბუნება გვაქვს ჩვენ ფოთში აი ესეთი სილამაზე უყურეთ ძალიან ბევრი არაფასებს ამას კარგი აქ არის შემოსაზღვრული ეზო რომელიც ჩვენ ნახდათ არ გვეკუთვნის და არ ვაპირებ თავი მანჩესტერს და გარისკვალს ამიტომაც ეხა ვერ ამოვაგდე და წავალ იქით რაღაც პატარა ჩაღმავებული ადგილისავი დავინახე აქიდან თუ ჩანს მგონი არაფერი არა უბრალოდ ჩაღმავებული ადგილია სადაც ბალახები არის იმედია რამე იქნება აგერ ძალიან ბევრი ვიპოვეთ ფიჭვები ჯოხები ტოტები ძალიან ბევრია აგერ ცოტა შეცდომა კიდევ ჩვენს ბიჭებმა იმიტომ რომ აგერ არის ძალიან მშვენიერი ადგილი აქაც შეგვეძლო აშენება სახლის თან ძალიან ჩვეულებრივად თურმე არაფერი არ ყოფილა ეს პროსტა ჩაღმავებული ადგილია ეხლა კი გადავალთ იქით და აქით დავათვალიერებთ აი ესეთი ეპიზოდი გამოდის მეგობრებო ეს ეპიზოდი დიდი ალბათობით იქნება საცხად 15 წუთიანი ესე თუ მოგეწონებათ უყუროთ თუ არ მოგეწონებათ არ უყუროთ ეს თქვენზე არის დამოკიდებული კარგი ჩვენი სახლი ესე ნახეთ ლამაზად როგორ გამოიყურება აგერ შორიდან დავუჯერეთ ამ კაცს დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი ეხა კამერა გადაიწევა დათო ჯულიასკენ დანალი პატიასკენ დანა ჩემკენ იმიტომ რომ ჩემკენ ჯოხი აგერ რაღაც ხე არის რომელიც ჩაულებრივი ბალოხი აქვს ულამი არის დალაიქეთ ვიდეო ეს მე ბარბარასი წეყოფილა მეგობრებო აქ ხა უნდა გადავჭრეთ ჰოპ ჰოპ ოპა მომეწონა დაბრუნდით მეგობრებო მე და ალექსი ხა გავაჯობეთ სახლს რომ უფრო მყარად დადგეს ხოლო საბა გადაგვიღებს აგერ და ეს პროცესი ვარ მოგწყიდეთ ჩვენ ავასწრებთ ამ ვიდეოს IFC მიმართულება ესა სწორი გეზი თუ გეშენი გზა და ცხოვრების წესი ბრძოლა შეიგრძენი IFC
IFC ანუ შეიკრიბა მებრძოლების დასი დამშეკრება საკმარდო ეს მიზეზი საუკეთესოებში ვინ არის უკეთესი მოვიდა მეგობრებო დამშვიდობების დრო და შემდეგ ვიდეოში შეიძლება იქ ვითევზაოთ თუ თქვენი აქტიურად მანდარინას მოვიპარავთ და თევზაობა დამოკიდებულია თქვენზეც თუ ავა 10 ლაიქზე ხოლო თუ არავა და ისე იქნება აქაურობას გავალამაზებთ თორე რომ ესენი გადავყაროთ საერთოდ იქით და მარტო ჩვენ ორნი არ გვეგონათ კამერამენი საბაა და ნახვამდით ყველას. დაგაბინოთ. და კარგად.